სტუდიაში მინდა მოვიწვიო ჩვენი ახალი შაბათის შოუს მსახიობები. მივესალმოთ. დიდი მადლობა, რა კაი საჩუქრები. დიდი მადლობა, მოგილოცავთ ახალ წელს, ძვირფასო მეგობრებო. მინდა მაყურებელსაც მიულოცოთ თქვენი ყველას გილოცავთ, ჩემო მეგობრებო, პირველი წელია ახალ ტელევიზიაში ვართ, ამიტომ ესე იგი პირველი წელია, პირველი ახალი წელია ჩვენთვის, ხო? და ამიტომ გადავწყვიტეთ ესე ვანოს შოუს შემოქმედებით მათ ჯგუფმა, რომ მაყურებლის კაი განწყობაზე ვიზრუნოთ, ხო? ეს ხო აუცილებელია, ხო? ვასო, როგორ ფიქრობ, არ არის აუცილებელი? დიმა. რა თქმა უნდა, ხო აუცილებელია. კი, მაგრამ ვასო უკეთ აგიხსნით. ხო, იმიტომ რომ ახლა ყველა სუფრას არის მიმსხდარი, ხო და მიყურებიდან თავს ვამენ. კი ბატონო, ჩვენი სადღეგრძელოსაც ალბათ მიირთმევთ. ისი არ გამოირთმევენ. ამიტომ გავაგზავნოთ მიირთვით ჩვენი გამაგრებელი სასმელი. გამაგრებელი სასმელი კარგია. ალკოჰოლურ სასმელი. გვეყოფ ამ ახალწლებზე ბატონო ეს ახალი გამაგრებელი ჯობია. არაჩვეულებრივ ავეჩიც ძალიან კარგად მოკალათით, რომელიც ვერონა მოგვაწოდა. მადლობა ვერონას. მადლობა განსაკუთრებული მადლობა ავეჯის ეს რბილად კომფორტული. მე ესეთი დივანი წლები არა, პირდებით რომ ახალი სეზონიდან აუცილებლად დაგსვამთ ამ პენზია დამოგვი ვერონას ავადდება. იქამდე უნდა ახვიდეთ, მოგაიგე? აქედან იწყებ. ქვემოდან იწყებს, ქვემოდან. ეხლა ერთი საფეხური ავლილი გაქვთ. დავიწყოთ სახალისო ამბები, სახალისო ისტორიები. ბატონი ვასო ფხაკაძე არის ყოველთვის რა ხანისია? პირველი ამ ამბებში. ნუ როგორც იცით, ჩემო მეგობრებო, პროფესიით ვარ ვეტერინარი, ექიმი ვეტერინარი და შესაბამისად ამბების შესაბამისად ვეტერინარული იქნება. პროფესიით მუშაობთ? პროფესიით მუშაობდი ბატონოვანო. პროფესიით მუშაობდი ბატონოვანო, მაგრამ ამ ეტაპზე აღარ მუშაობ. თორე ესე ძალიან მეყვარს ჩემი პროფესია. ნამდვილი, ასე ვთქვათ, მეორე. კონკრეტულად რომელი? ანუ ექიმი, ფართო პროფილის ექიმი ვეტერინარი. ეს არის თქვენი პროფესია. ანუ ყველანაირი ცხოველი მეხება, ყველანაირი ცხოველი. ენოტიც. ენოტიც. ფასკუნჯიც. ფასკუნჯი არ არის, არ არსებობს. არ ჩემთვის არის ბატონო. ესეთი სიტუაცია არის, რომ პრაქტიკული გაკვეთილი გვაქვს, ვსწავლობთ როგორ ესე ვთქვათ გადავაყლაპოთ ზონდი ცხოველს და ცხოველი ამ შემთხვევაში არის ცხენი. მაგრამ ეს ცხენი როგორია, იცი ბატონო, ანუ წარმოიდგინე 120 კაცი ვიყავით კურსზე და ეს 120 კაცი დაყოფილი არის 1000 კაცად ჯგუფებად. 1000 ჯგუფად. ხო, პრაქტიკულს გავდივართ ყოველი 10 კაცი რა შევიდოდა და ეს ცხენი ხო წარმოგიდგენ ეხა ერთმა ჯგუფმა გადააყლაპა ზონდი, ოღონდ ეს ზონდი ცხვირიდან შედის, ცხვირიდან. გადააყლაპა ზონდი, ნუ გავიდა ახალი ჯგუფი შევიდა, კი მე იმა და ხალათებით, თეთრი. ხალათებით, ხო, თეთრი ხალათები გვასვია, კალპაკები. ჩვეულებრივ ექიმები ვართ ბატონოვანო, ჩვენ ხო ხტებით და შევედით, დავსხედით ეხა პრაქტიკულზე და აბა შემოიყვანეთ ცხენი. და იღება კარები და თეთრხალათებს როგორც ხედავს ეს ცხენი, ვანო. რა შევა იცი უკვე იცის რაც უნდა გაუკეთო და აი ეს ნესტოები უკვე გადიდებულია რა რომ მანდარ უკვე გიხსნის რა ცოტა ზემოთ მიაწექი ბოლოს всё გადასულია აი თვითონ ცხენი გელაპარაკება უკვე ყველაფერს თვითონ აკეთებს რა თავიდან გზნო კაი გავხურდით ბატონი გოცილი გიორგი მე მოგიყვებით ჩემ რაჭაზე, რა თქმა უნდა. ჭველი არის ჩვენი რაჭველი კი ბატონო, რაჭველი გახლავთ და რაჭაში ვარ ბებიასთან სოფელში და ბებია ჩემს ატკივდა ყური ეხლა და დილიდან საღამომდე მთელი დღე ტკივა მოკლედ და ნუნუ წამოდი ექიმთან ჩაგიყვან მოგირჩევა რაღაცას გამოგიწერს ან წამალს რაღაც იქნება მოგიწერს უი მე ბოშე რა მინდა ექიმთან გამანებეთან ბებია როგორც იქნა დავითანხმე რომ მეორე დღეს ექიმთან წამეყვანა დილით და ჩავედით ეხლა ექიმთან ჩავედი შევედი დავჯექით კაბინეტში და ექიმი ეკითხება აბა ეხლა სიმპტომები რაღაცა ბებია ჩემს უყვება ASM ტკივაშვილო იმის ხელების დროს ეს შემთხვევაში ის ექიმიც ეკითხება აი ამ შემთხვევაში თუ გქონდა ექიმი იწეს რაღაცებს ბებია ჩემს უთხრა ყველაფერი ეს სიმპტომები რაღაცა და ბოლოს ექიმი დასვა უიმე ქალბატონო რა უნდა გითხრათ მასე მჭირს მე ზუსტად და კაი ექიმი თუ ნახო მიმასწავლე იქნება მომი ყურის ექიმი
რაჭაში. ზუსტად მას ემჭირს მე და კაი ექიმი თუ ნახო მიმასწავლე იქნება მიშველოს. ქართლოსაც აქვს ხოლმე ზოგადად ისტორიები პაროდიებზე, ანუ რაც გადახტომია, ხო, ესეთი მიხეილ სააკაშვილის ხმით შექმნილი ისტორიები, ხო? ერთ-ერთი ისტორია უნდა გავიხსენო, მოგესალმებით ყველას, გილოცავთ 2020 წელს. მოკლედ ხდება ესე რომ შუაღამით არის ესეთი დღები რომ შუაღამით ძმაკაცებთან ერთად მიდიხარ შაურმის საჭმელად. არის ყოფილა ესე ძალიან ხშირად. შუაღამით მიდივარ და უცბად ეხლა საბურთალოზე ვხედავ მიდივარ ეხლა ვზევართ ერთ 4-5 ბიჭი და მარჯვნივ პატრულს აქვს გაჩერებული მანქანა ავარიულებზე აქვს გადაყვანილი ნუ ჩართული არის ავარიულების რეჟიმში გადმოსულია პატრული და წიხლს ურტყავს საბურავს მანო და აშკარად ეხლა მეც ნელა გავიარე და დამაინტერესდა და საბურავი არის ბოლომდე ნუ დაშვებული და ძმაკაცები მეხოცებიან გეხვეწებიო არ გააჩერო ეხლა მას ნელა გავწდი და გავიაროთ შინაგანად ეხლა მიშა ხო არის ვენებს მანქანას აწერია ვემსახურებით საქართველოს და დაშვებულია საბურავი უცბად მახსენდება ინსტინქტურად არ მივდივარო მაქვს ელექტრონასოსი გაგახსენე რისთვის მინდა თუ არა საქართველოსთვის და უჩერებ ეხლა მანქანას და ძმაკაცები თხოვენ აუღოთ ეხლა არა და გავაჩერე სწრაფად გადმოდივარ სიბნელიას და პატრული მეუბნება რანაირად გააჩერე მანქანა და ამ სიბნელეში ვერ ვხედავს და უცბად ბაგაჟნიკს ვახებ და ვიღებ ამ ელექტრონასოს და მივდივარ მიშას ხმაზე ყველას დიდავს ეხლა შენი პატრული აქ არავინ არ არის მე მოვედი რომ უნდა დაგიბერო ხო საკითხი პატრული ეხლა გაკურებული მიყურებს თან ეს იამონა მიშას ხმა მეორეც გადმომყავს და მოდი ეხლა შეცდო მომეხმარო მეთქი და ისაც სიხარულით გადმოდის დაუბერეთ როგორც იქნა წამოწია და ეხლა დროზე ხა წადით უახლოესი იმაში არის ვულკანიზაცია დაბერე და ემსახურეთ საქართველოს გაუგნებული წავიდა გახარებული ჭიკაიძე იყო მაგ დროს შინაგანსაკუთრებთა მინისტრი ეხლა არ ჭიკაიძეს არცელი არ ძბიძინას აქ იქნები დილამდე მე ვარ თქვენთან ერთად და ესეთი ხშირად ხდება თითქმის ყოველ დღე რა ცინცო გამარჯობა ცინცო ცინცო გენაცვალოთ გაიხარეთ გენაცვალეთ გამარჯობა მოგლეთ მე მოვყვები ჩოხატაურის ამბავს ჩოხატაურში მოხდა ეს სხვათა შორის მიხეილ ცინცაძე გახლავთ ბათუმელი გურული ხო ეს კი ბატონო და ჩოხატაურში ხდება ეს ისტორია ნუ ერთ-ერთ ჩოხატაურელს ახალგაზრდა ბიჭ შეუყვარდა გოგო და უნდა რომ გაარკვიოს ახლა გამოიკითხოს როგორი გოგოა როგორ ოჯახშია გაზრდილი და ასე შემდეგ და მეგობარს დაავალა რომ გამირკვიე ვინ არის რას წარმოადგენს როგორი რეპუტაცია აქვს და წავიდა ეს გამოარკვია და მოდის მეორე დღეს და აუ ცუდი ამავიავიო ეუბნება რაია ეს ეუბნება მაგას თურმე ვიო ნახევარი ჩოხატაური იმას უშვება ხო და ეს მეორე ეტყვა ძალიან უყვარდა ო რა მოხდა მე ვიო შენ ჩოხატაური რაია და მე ნახევარი ჩოხატაური რა იქნება დაიმშვიდა თავი კაი ხო ესა კაი გადავედით დიტო კუპატაძე დიტო განმოვიდნენ მეც ჩოხატაურში არა მაგრამ იმერელ წყვილზე მოვყვები რა ისტორიას ნუ იმერეთში ხა ცოლი ქმარი 45 წელს გადაშორებული სტანდარტული სიტუაცია და ცოტა უჭირთ რა ოჯახში და ცოლმა თქვა რომ მოდიო წავალო საზღვარგარეთ სამუშაოთ ნუ ევროპაში რაღაცა და იქნებო ცოტა ორი კაპიკი ვიშო და ეს კაცს აქვს ცოტა რაღაცნაირი ხასიათი ანუ არ აინტერესებს დიდად რაღაც ემოციები არ აქვს საერთოდ და ანუ ევროპაში წავალო ცოლმა რომ თქვა ევროპას გაჩილდი მოგიტა გაუშვა რა შეულებრივად არ აინტერესებს საწავო ეს ხალი მართლა წავიდა სამუშაოდ ბოლო და წავიდა 5 წელი გავიდა ეხლა ნუ ქმარი რა თქმა უნდა არ კითხულობს ანუ ელოდება უბრალოდ ჩამოვა ალბათ თუ ჩამოვა რა ვიცი ესე ზეასი და რაღაც არის რაღაცა ესე და ჩამოვიდა 5 წელი გავიდა და აი უცბად კარი იღება რა 5 წლის უნახავი ცოლი შემოდის სახლში და ამ კაცმა გახედა აქედან და რაკენი ჩამეიტანე შიცი ნუ ესე თემური ესე ჩაეხუტა მონატრებულ მეუღლეს
თემური წავიდა. თემური როგორც მშობლიური იმერეთი. ხო, იმერეთ და ქუთაისი. ქუთაია. პატარა შესავალი უნდა გავაკეთო, მოკლედ. ჩვენი მეგობრის მამაზე ვყვები, რომელიც აი მთელმა ქუთაისმა იცის რა, ეგეთი ადამიანი, ყველასათვის საყვარელი მოკლედ და ძალიან ისეთი კოლორიტი ადამიანი. უბრალოდ ანუ ერთი რაღაცა იყო, რომ ცოტა აი თრობა უყვარდა რა, ცოტა პრიატნად ყოფნა რა, აი ყოფინა იყო რა, ქუთაისელი ჯიგარი, ნუ ყველასათვის საყვარელი მართლა და ნუ ერთ-ერთი დღეა რა თქმა უნდა გოჩა პრიატნად არის მოკლედ და ნუ სახშია რა, ეზოშია და ისე იყო რომ ანუ სადაც ცხოვრობდნენ ну ჭიშკრის იქეთ იყო, ну ცენტრალურ ქუჩა, შეიძლება ის თქვას რა, ფაქტობრივად ცენტრალურ ქუჩა. ну ძაღლი ყავდა და ეფერებოდა ძალიან უყვარდა, ну ბაჩუჩა, ბუჩუჩა, რაღაცებს ეფერება, რაღაცა ტოფინა დგას რა, იქ არის რა, ვქიო. ეზოში დგას რა და ну ჭიშკარი ღია აქ დატოვებული ახლა რა თქმა უნდა არ აქცევს ყურადღებას და ეწევა ამ ზაღს ეფერება და ისე იყო რაღაცა ხმა იყო და ეს თავისი ეზოს ზაღლი გავარდა გარეთ. და როგორც კი გავარდა ეს ზაღლი და ეგრევე აი ალბათ 1-2 წუთში მანქანა აი ძალიან ისეთი ხმარო აქვს რა მანქანა მორბის ალბათ დაახლოებით 100 და ნუ ამ ზაღს დაეტაკა და მოკლედ და ნუ ზაღლი აღარ არის რა და ხლოფინა შენი და გავიდა ხლოფინა გარეთ და ხედავს რომ ნუ ზაღლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და გაიხედა და ეს მანქანა მირბის რა არ ჩერდება და ხლოფინა მისდევს გაჩერე მობრუნდი იქნება შველი შენი დედა გადმოვედი და კაია ახლა გოცია თუ ასოა გოცია ვასო თუ გინდა აი ხო მეგობარი მყავს რა და ნუ დაემართა რა იცი რომ აი ფეხის ანთება დაემართა რა გაცივდა რა და ფეხის ანთება ანუ ნერვი გაუცივდა და ნერვის ანთება საშინელი ტკივილია ძალიან საშინელი ტკივილია კაი ფაქტურად და კედლებზე გადიოდა რა და მე კიბთან მივიდა და რამე გამაყუჩებელი დამინიშნეთო რა რაღაცებს გავიკეთე ეს ბარალგინი და არ მიშველა ხო პრობლემა არა შენო ესენიო დალიეო გამოუწერა წამლები რა ესენი შენ დალიეო და მოდიო რა 1-2 კვირაში გამოიარეო რა ну დავიდა ეხა ეს მიიღო ეს წამლები რაღაცა და ეხა მაინტერესებს რა და მეთქი რაშები როგორ ახარ მეთქი და ამომიარე მეთქი გნახავ ან რაღაცა ესეთი და შევხვდი ეხა ამას რა და რაშები მეთქი დავით როგორ ახარ რა და ბიჭო გაგია რა მეთქი ფეხმა ბიჭო ფეხმა კი გამიარა მეუნება მაგრამ რაღაცა ცოტა ისეთი რაღაცები დამიტოვაო რა და მეთქი რასო ბიჭო რა შეხვედა ფსიქოტროპულებია რა ფსიქოტროპული წამლები არის წარმოიდგინე ძლიერ მოქმედი ტრანკვილიზატორები გამოუწერა ბიჭო ესენი რატო გამოგიწერა მეთქი ანთება ქონდა და ეს რა შუაში ბიჭო აი ჩავლებოთ ხო არ ეს გამიარ ესეთი რაღაცები დამიტოვა კივა ეხა არა ეხა იმან გაუარა მაგრამ ეს დაუტოვა რა ესეთი კაი გოცია ისევ რაჭაზე მოყვები მე ხო ესე იგი ერთ კაცს ერქვა ვაშა სახელად ვაშა კი ბატონო და ამ კაცს გარდაეცვალა დედა ადრე ხდება ეს ამ კაცს გარდაეცვალა დედა მაშინ 100 ტელეფონები იყო და მსგავსი რაღაცები არის და გააგზავნა ნათესავებს ხომ უნდა გააგებიოს და გააგზავნა დეპეშა თბილისში ესე ეწერა გარდამეცვალა დედა დასაფლავება შაბათს 2 საათზე ვაშა აი ქართლოსი რაჭა ისევ პატრული. ისევ პატრულთან მოკლედ დილის 5 საათზე გავდივარ ქუთაისში. შუქრიშანზე წითელი არის და დილის 5 საათზე არ გავაჩერე ამ წითელს და გავიარე პირდაპირ მე და ჩემი ძმაკაცი ვზივარ და საიდღაღაც უცბად ვანო გამომეკიდა პატრული. იქვე იყო ჩასაფრებული. რომ მომზეს უკვე ვიცი რომ უნდა გამაჩეროს ახლა ჩემი ძმაკაცი ეუბნებით დამშვიდი გადავალ როგორც მიშა. შავი ბერმე გადახვალ ხის და გააჩერე სადაც ნახავ ადგილს. ჩემი ძმაკაცი მეუბნება აი ხო გითხარი გაჩერდი რა მაგ წითელზე ახლა ნუ თავის სტიქიაშია. ხო მე ახლა არ ვემორჩილები და შუახიძე ვაჩერებ. სამტრედის ხიდრო სამეგრელოსკენ რომ მიდიხარ. და ამასობაში ქვემოდანაც ამოდის პატრული. გასაგებად გითხრა შავი ბერმე. გადაამთავრე მოძრაობა და გააჩერე. და უცბად ახლა უკნიდანაც პატრული წინადაც პატრული უნდა გადმოუშვა მიშა ახლა მეტი სხვა გზა აქ არ არის და გადმოდივარ და მოდი ძმებო აი აქედან ჩანს პარლამენტის შენობა მეთქი და ხიდიდან ნუ იმ დროს პარლამენტი ჯერ კიდე ქუთაისში იყო და ერთი ახლა რო გადმოდიან ხო მოგდრენ სიცილი და ერთი ეუნება მეორეს და რაციაში ალბათ თავის ერთ-ერთ თანამშრომელს. აგი ბიჭო, პაბექში კი არა, აგერ ყოფილა.
და გამოძვრე როგორც მიშა თუ გინდა რა გამოხი. აგერ ყოფილა. ციცო. ნუ მე მაგ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც გვასწავლის თუ როგორი ჰალალი სიყვარული შეიძლება უყვარდეს დედას შვილი. ერთ ქალბატონი იყო და მათვალიერებიებს რა თავისი შვილის სურათებს, რომელსაც მთელი ცხოვრება შეწირა შავ სამყაროს რა. ერთი 6ჯერ მოხდილი აქვს ციხე, 7ჯერ ნასამართლებია, 8ჯერ პაბექში და ესე იგი ამ ქალს არ უნახია ალბათ გადაბმულად ეს ბავშვი რაც დაიბადა 5 წელი არ უნახია. და ამ სურათებს მათვალიერებს ეს აქ არის, ეს სანამ დაიჭერდნენ, ეს სანამ მეორეს როგზე წავა, ესა და პატარა გაზეთიდან ამოჭრილი სურათია. გაზეთშიც იყო. ეს გაზეთში დამიბეჭდეს ჩემი შვილი და აწერია დიდად იძე მე. აი გამეჭდეს. გაზეთში დამიბეჭდეს. თემუ. ისევ პროფინაზე მინდა რომ მოგიწევთ ამბავი. ძალიან სახალისო ამბავი არის. გრანდიოზული დღეა რა, აი პროფინას ბიჭმა. ბიჭს მოყავს ცოლი რა. ბიჭს მოყავს რა, ნუ მოიყვანა და ქორწილის დღე არის მოკლედ და ჯვრის წერა არის ერთ-ერთ ეკლესიაში. ხო და ნუ სიტუაცია არის დაახლოებით რა ზუსტად ეგეთი რომ გიორგი, ანუ მიშულს გიორგი ქვია, გიორგი და მისი მეუღლე იწერენ ჯვარს. ხო და პროფინა ნუ მოძრაობს რა, ეხა ეკლესიაში თავიანთი შვილები, რაღაც შვილის ბედნიერება ამბავი არის და ეთყობა არ ვიცი ან რაღაცა საქმე ქონდა ვიღაცასთან ან ნუ რაღაცა იყო და ისე მოხდა რომ ეკლესიაში დაიმთხვა ესე რომ ეკლესიაშივე რა სარკმეველთან იყო ტელეფონი. შეულებრივი ხაზის ტელეფონი რა. ხო და ნუ ჯვრის წერა მიმდინარეობს და პროფინა მივიდა ტელეფონთან. იღებს ტელეფონს, აქეთ ჯვრის წერა არის, რაღაცა მიდის მთელი რიტუალი ამბავი და პროფინა იღებს და კვაჩი, ბოლო ხმაზე. ახლა თან ხო იქ ხო არის სიწყნარია, ახლა მამაო საუბრობს და ყველა ჩუმათარი და მამაო ხმა ისმის და აქეთ პროფინა კვაჩი შენი საქმე მოაგვარე რაც იყო არა ამ დროს უბრალოდ მე ახლა ბავშვის იგი მაქვს რა ქვია ჯვისწერა და დამთავრდება და გამოვალა ანუ ერთადერთი კაცი ვისაც შეუძლია უთხრას რომ ჩუმად იყავი ცოტა არის გიორგი თვითონ შვილი მაგრამ ჯვისწერა კაცს ეხლა და უნდა თქვას რომ კი მზადავარ და კი და რაღაცა ნუ სანამ ეს რიტუალი ჩაივლის მოკლედ გვაჩი რაღაცა ნუ ბოლო მამაოს გაჩერდა რა რომ არ შეიძლება ასე გაგრძელებაო და გიორგი მოიხსნა ეს რაღაცა პასუხისმგებლობა მოიხსნა და შეუძრა ძალიან ნერვები მეც იქავარ და მამა რა გინდა შენ ბოლო გამორთე ერთი წამი ეგ რა არისო რა ბოლო რა გახტაო ჯვრის წერა მაქვს ცხოვრებაში ერთხელო და ხო შეიძლება რომ მე რაღაცა არ გააკეთო რა აი ეს ყოფინა უყურე ვერ მიტან მამა თუ ვერ მიტან მამა თუ რა გინდა რა მოულოდნელი ვერ მიტან და სული სიჩუმე პასუხი არ იყო ასასაული დიმა მე მოვყვები ერთს კიდე მოგეთ ესე ჩვენს ძალიან კარგ ახლობელს და მეგობარზე ეს ისტორიაც ნუ ერთი მეგობარი ვყავს რომელიც ძირითადად ზღვარგარეთ მუშაობს ხოლმე რა ნაკლებად ლეგალურად რა ხო ნაკლებად ლეგალურად არა ლეგალს ნამდვილად ვერ უწოდებ ისეთი ჯიგარია და ნუ აი ევროპა და თან მარტო არ არის რა ამას ხო აი მეორე ტიპი ხო უნდა ყავდეს მაგ დროს აუცილებლად და ამას არ გაუმართლა და ცოტა გაიოზი ყავს რა მარტო სახელი გაიოზი რასაც გეუბნებათ ეგ ტიპი ყავს რა და ბაძელნიკს რასაც ეძახიან რა და დადიან საქმეზე რაღაცა და ეს გაიოზი ცოტა თავისებური ტიპია მაგრამ საქმეს აკეთებენ რა და ევროპა მოიარეს რაღაცა აქეთ ბოლო ისე დაემთხვა რომ ცოტა შუა აზიის ქვეყნებისკენ მოუწიათ წასვლა რა და ნუ დუბაიში მოხდნენ ბოლო რა. აი იმდენი რაღაცა მოიარეს და ბოლოს დუბაიში არიან და თან ახლა დუბაიში ყველაფერი მოწესრიგებული, კარგად გაწყვიალებული. ესენიც ანუ არაფერს არ აშავებენ რა, ცოტა კარგის მართლა უნდათ რომ დაისვენონ და რაღაცა რასაც ვიშრომებთ იმაში გადაგვიხადონ და მაგ ხოძე არიან და ჩავიდნენ დუბაიში და გაუმართლათ რა. დახვდათ იქ ადამიანი, ვინც უთხრას რომ აი თქვენ გააკეთებთ საქმეს და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებთ და თან დაიწყეს ძალიან მაგარ სასტუმროში რა მუშაობა. არმისული ბურჯ ხალიფასთან ამბავი. აი რაღაცა შვიდვარსკვლავიანი რაღაცა სიგიჟე და
შევიდნენ და აქ პროსტა ეს მენეჯერი რა, ვინც იყო ძალიან კაცრი გამოდგა რა და ეუბნება თქვენ აქ შეხვალთ და აქ ყველაფერს დაასუფთავებთ და გარეცხავთ იქ ჭერებს ჩამორეცხავთ იქ ქვიშა და რაღაცა ეხა დუბაი რო აი სულ გასარეცხია რაღაცა და ამ საქმეს გააკეთებ და ნუ ფულზე არ იყო პრობლემა რა თქმა უნდა და ეს ატარებს ეხა ოთახებში და ეუბნება რა უნდა გარეცხოს რა უნდა რაღაცა გაასუფთავოს და ყველაფერი აუხსნა და უთხრა რომ ერთადერთი ვაკ რაღაცა ტრანსფორმატორით რაც ქვია ნუ დენს რაც არეგულირებს თელ სასტუმროში უთხრა რომ აი ამასო წყალი არ მიასხათო უბრალოდ და დანარჩენი აი ყველაფერი გარეცხეთ მოწმინდეთ всё კარგია ყველაფერი უბრალოდ ამას არ მიასხათ წყალიო რა და ნუ კარგი რა არ არის პრობლემა რაღაცა ხა და მუშაობენ ბიჭები პირველი დღეა გაქაფული და ეს გაიოზი ეუბნება რა ამას ჩვენ მეგობას რომ მოდი ახ ყველაფერი გარეცხეს უკვე მოდი ესეც ხوار გავრეცხოთ არა ბიჭო კაცმა ხო გითხრა გასაგებათო ამას წყალი არ შევას რა გინდა ბიჭო ამნაირებს მაუ ახალციხეში რეცხავდი რავი დღეში არ მომკიცებს და ანუ იმდენად რომ რაღაცა და ბოლო გაიოსავი რაც გენდა თან ეს რო ეუბნე გავრეცხოთ უკვე მოშვებული აქ იქ რაღაცა თლად ამისასაც არ გაითვალისწინებს რო რამე უშვა და ნაპორით გაუშვა გარეცხეს ტრანსფორმატორი ესეც ცოტა ეშინია როდის გაფეთქება მაგრამ არაფერი არ მოსდის რა ჩვეულებრივად გაირეცხა გამაზდა რა ვიცი მაშინ აი ჩამოვიდნენ ქვემოთ ეხა ჰოლში რა მისაღები რა სასტუმროსი და დაახლოებით 10 წუთში არის ბახან რაღაცის ხმა რა. ნუ ჩვენი მეგობარი ხვდება რაშიც არის საქმე და გაიოსა ცოტა ვერა კარგად საერთოდ. შუქი საერთოდ გაითიშა ეს სასტუმროში ლიფტში გაჭედილი ხალხი კივის რო გვიშველებ. ჩვენ აქ მეორეთა ყველაფერი საერთოდ არაფერი არ მუშაობს არც ინტერნეტი არაფერი არ მთელი სასტუმრო გაჭედა მენეჯერი უკვე ხვდება რაშიც არის საქმე. ის კაცრი ტიპი რა ადგილობრივი და შემოდის და ამ გაიოსდა ჩვენ მეგობარს ეუბნება რომ აი სხვა ხალხიც არის მაგრამ ხალხო თქვენ ორი გამოიციეთ წინ და აი მარტო თქვენ ორის დედას სიმე აი უნდა თქვენი დედა თქვენი ასე თქვენი ისე ეს გაიოზი და რა სიტყვია ხო თან უკვე გინებას რომელშა გადავიდა მუქ იცი რომ არალეგალები ხართ სამსახურდა კი არა საერთოდ ქვეყნიდან გაგყრით თქვენი დედა უძახ ეს ახლა და ეს 1 საათია იგინება და უკვე შესვენება უწევს ახლა რომ მე კიდე გინება უნდა გააგრძელოს მაგრამ ცოტა ამოისუნთქა რა ამ ტიპმა რა ჯიგარმა და ჩვენი მეგობარი უყურებს ახლა გაიოს რომ აი ხო შენს გამო ხო აი დედა მაგინეს მაგრამ აი რაღაცა მაინც აი რაღაცა თქვი რომ ან თავი იმართლე აი რაღაცა ნუ ეს თვალებით ხდება ხო რა არ ეუბნება და ეს გაიოზი წამოდგა ასე და წამოდი ამგენის დო უნახავი დედა წამოდი ამგენის დო სასტუმრო და თან გადავყევით ამგენის დო აი არ უნდა მოკლედ ძვირფასო მეგობრებო ძალიან კარგად გავერთეთ მე მგონი მაყურებელიც კარგად გავართეთ რა ვქნათ ახალი წელია ყველას გვინდა რომ კარგი ახალი წელი გქონდეს და ბევრი ვიცინოთ და ბევრი სიყვარული გქონდეს ყველას ჩვენთაგას ოჯახში უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და ძვირფასო მეგობრებო კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა ახალ წელს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ერთმანეთს შევხვდებით ახალი სეზონიდან დაახლოებით 2 კვირა ჭირდება ამ ყველაფერს ნახვამდის კარგად იყავით